როგორ განსაზღვრავთ, რა შედეგებს უნდა მივახციოთ თუ მივახციეთ თუ არა? ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია ყოველი კლასის სამსახურების ბოლოს სასწავლო პროცესის შედეგები და მოსწავლის მიერ მათი მიღწევის ინდიკატორები, ანუ მაჩვენებლები. შედეგები დაჯგუფებულია მიმართულებების მიხედვით. თითოეული მიმართულება ასახავს საგნის სწავლების ძირითად დანიშნულებას და ეფუძნება ერთ ან რამდენიმე კომპეტენციის სფეროს. გთავაზობთ შედეგისა და შესაბამისი ინდიკატორების ნიმუშს დაწყებითი კლასებისთვის. შემოკლებები ნიშნავს უსაფრთხოება სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებას, მე-4 აღნიშნავს კლასს, 2 აღნიშნავს მეორე შედეგს. ამრიგად, შედეგი არის ის, რომ მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ხალხმრავალ ადგილებში და საველე პირობებში უსაფრთხოდ ქცევის წესები. ეს არის მე-4 კლასის მოსწავლის სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საგნის მეორე შედეგი. შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ასახელებს უსაფრთხოდ გადაადგილების წესებს სხვადასხვა არამდგრად ზედაპირზე, მაგალითად წყალზე, ყინულზე და ასე შემდეგ, ასახელებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან სხვა ხალხმრავალ ადგილებში უსაფრთხოდ ქცევის წესებს და ასახელებს საველე პირობებში გადაადგილებისათვის აუცილებელ ნივთებს, მათ დანიშნულებას და იცის მათი გამოყენების წესები. რატომ სწავლობთ? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ უნდა ვიციოთ მოთხოვნილებათა თეორიებში. არსებობს ესეთი ცნობილი პირამიდა, მოთხოვნილებათა პირამიდა, მასლოუსი, რომელიც აუცილებლად გეცოდინებათ. მასში 1963 წელს გამოცემულ ვერსიაში ძირითადი მოთხოვნილებები გარკვეული იერარქიითაა განლაგებული. ქვემოდან ფიზიკური მოთხოვნილებებიდან დაწყებული ზემოთ მოთხოვნილებებით დამთავრებული. განათლების ფილოსოფიაში კითხვა ისმის ასე, რად მინდა განათლება, რომელიც არ მომცემს საშუალებას დავიკმაყოფილოთ ძირითადი მოთხოვნილებანი. საკითხის ამგვარად დასმა ნათელყოფს, რომ სკოლის ძირითად დანიშნულებად პრაგმატული მიდგომის მიმდევრებს მიაჩნიათ მოსწავლის მომზადება ცხოვრებისათვის. ანალოგიური პრინციპი იაკობ კოლბაშვილს ჩამოაყალიბა, მაგრამ იგი ჩვენში დღემდე არაა რეალიზებული საგანმანათლებლო პრაქტიკაში. შედეგად, ჩვენი სკოლების პროდუქცია უკეთეს შემთხვევაში არის ერუდიტი, რომელიც ცოდნაც ინერტულია, რიტუალურია, არ არის ქმედითი და რომელსაც არ გააჩნია სასიცოცხლო უნარჩვევები. დასავლურ პედაგოგიკაში ამგვარ უნარჩვევებად მიჩნეულია თვითცნობიერება, თვითშეფასება, საკუთარი თავის პატივისცემა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემის გადაჭრა, მოლაპარაკება, კონფლიქტის მოგვარება, ემოციების და სტრესის დაძლევა, თვითდამკვიდრება, ფასეულობებში გარკვევა, გაუმართლებელი რისკის თავიდან აცილება, ინფორმაციის მენეჯმენტი, უფლებათა დელეგირება და ასე შემდეგ. საუბარია ასევე სასიცოცხლო უნარჩვევათა გლობალიზაციაზე. ესაა გაფართოებული ჩარჩო, სადაც თავმოყრილია ურთიერთდაკავშირებულობასთან, განვითარებასთან, გარემოსთან, მიუკერძოებლობასთან, მომავალთან, ადამიანის უფლებებთან, მშვიდობასა და სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებული თემები და ფასეულობები. თუ ყურადღებით მივაწერნებთ თვალყურს მოთხოვნილებათა იერარქიას, ნახავთ, რომ სწავლა თავისი შედეგებით საბოლოო ჯამში უნდა ემსახურებოდეს უმაღლეს მოთხოვნილებას, ადამიანის თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას. საზოგადოებრივ მეცნიერებათა შესწავლამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების გზით ქმედითი სამოქალაქო ცოდნის შეძენას, სასიცოცხლო უნარჩვევების განვითარებას და სამოქალაქო ღირებულებებისადმი მოსწავლეთა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
სემინარისტის გეკნებათ ასეთი დავალება. ეს იქნება ესე ჩემი სამოქალაქო კომპეტენციები. უნდა გამოიყენოთ არკუში დადებული მასალა, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები. ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის 2013-2014 გვერდი და აღწეროთ ამის საფუძველზე რა სამოქალაქო კომპეტენციები გადმოითარათ სკოლამ და გაანალიზოთ მათი როლი თქვენს ცხოვრებაში. აქვე გახსენებთ, რომ კომპეტენცია არის კრებითი ცნება და გულისხმობს ადამიანის დახელოვნებას გარკვეულ საკითხში, მის შესახებ ცოდნის შეძენის, მასთან ურთიერთქმედების, გამკლავების უნარ-ჩვევების ათვისებას და მის მიმართ გარკვეული განწყობა დამოკიდებულების შემუშავებას. ნახვამდის